დალოცვილი გამყოფოთ მაღალ მოღმერთმა. მე ვიმყოფები ახლა ერთ-ერთ გერმანიის ერთ-ერთ პარკში, მშვენიერი პარკი, ლამაზი. გრამ უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების კულტურა მშვენივრად არის აწყობილი, ასევე შრომის კულტურაც მშვენივრად არის აწყობილი ევროპაში და კარგი იქნება თუ კი გადავიტანთ. თუკი მაინდა-მაინც რაღაცით გვინდა ევროპას მიუბაძოთ, შრომის კოდექსს გადავიტანთ და უპირველეს ყოვლისა იქნება დაცული უბრალო მშრომელი ადამიანის ინტერესები და არა ეგრეთ წოდებული მილიარდელების, ანუ ინვესტორების ინტერესები კი არა, არამედ მშრომელი ადამიანებისა და დასვენების კულტურაც ასევე იქნება. უნდა ინებოს, რომ რაც კარგი არის და სასარგებლო ჩვენთვის, ის გადაგვეტანოს ყველგან და ყოველთვის და ყველაფრისგან, როგორც ეს გრიგოლ ხანძთელი აკეთებდა, როგორც წერია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. რამაც ერთად უნდა ითქვას, ჩემო კარგებო, რომ საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქ დადიან ძაღლებით. ხოლო თუ უცხოელი არის პარკში, განსაკუთრებით აზიელები დადიან ბავშვებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიმპტომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ლიბერალური ცივილიზაცია არის რეგრესის პროცესში, ანუ კდომის პროცესში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს მე მაწყობს. ვამბობ, რომ ასია, რასაც ვხედავ და საფრთხე არის ხვალდაზე, ანუ ერთი თაობაში თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა იქნება. და ჩემ ქართველებს კიდე მიმართავ უთავრესი თხოვნით, რომ მე მესმის თქვენი, რომლებიც აპროტესტებს ამ ხელისუფლების უკანონობას, ძალადობას, ამ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ძარცვას და ასე შემდეგ, მაგრამ მე გეტყოდით, რომ უთავრესი ის კი არ არის, თქვათ, რას ვებრძვით, არამედ როგორ ვებრძვით და რა ძალისა და რა პოზიციით ვებრძვით. ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა დაორგანიზდეს ქართველი ხალხი ეროვნულ პოზიციაზე, კონსერვატორულ პოზიციებზე და თუ ამ პოზიციებით მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა სახის დანაშაულებების ხილება, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყნისათვის სასარგებლო მიმართულებით. ხოლო თუკი ჩვენი პლატფორმა, ჩვენი ქართველების პლატფორმა საფუძველი ხელისუფლებასთან წინააღმდეგობით იქნება უცხო გაერთიანებების, მათ შორის ევროკავშირის იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაციების დროშების ფრიალით და მათ დროშებით სირბილი ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ ვერანაირ შედეგს ვერ დავდებთ გარდა ქვეყნის უბედურებებისა. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა არის ყველა ქართველისადმი, ვისაც გული ჰტკივათ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ვისაც გული ჰტკივათ ხელისუფლების დანაშაულებებზე, ვისაც გული ჰტკივათ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ძარცვაზე, ვისაც გული ჰტკივათ ხელისუფლების მიერ კაზინოებით ქვეყნის ძარცვაზე, ვისაც გული ჰტკივათ ხელისუფლების მიერ ხელშეწყობილი გარყვნილების, ბუნაგების მეშვეობით, პროსტიტუციისა და მამათმალობის ხარისხის გაზრდაზე, ვისაც გული ჰტკივათ ამდენი უცხოელი შემოსევაზე საქართველოში, აშიდათ ეს ხელისუფლება ფულს აკეთებს და ვისაც გული ჰტკივათ ნარკოტიკებით, როგორ გენოციდს უწყობს ხელშეწყობით ხელისუფლება ჩვენს ერს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, უნდა დაორგანიზდეთ ეროვნული კონსერვატორული პლატფორმაზე, ეროვნული ნიშნით უნდა მოხდეს. მე მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ ევროკავშირის დროშა არ უნდა ფრიალებდეს საქართველოს ადმინისტრაციული შენობების თავზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ევროპის მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი თქვენ დალოცვილებო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ დამოუკიდებლობის მომხრე საქართველოს ადმინისტრაციული შენობების თავზე, უნდა ფრიალებდეს მხოლოდ ქართული დროშა. შესაბამისად, ეს ევროკავშირის ტრიაფკა უნდა გადააგდოთ ძვირფასებო, არანაირი ევროპას მას მართლობას სინამდვილეში ჩვენ არაფერში ვჭირდებით. ჩვენ გადმოვიღოთ მისგან რაც კარგია, როგორც მოგახსენეთ შრომის კოდექსი,
დასვენების კულტურა და სხვადასხვა რაც დადებითია ევროპული ცივილიზაციაში და ხოლო დანარჩენი უნდა მივხედოთ ქართველებმა საქართველოს და უნდა შევძლოთ ეს დანაშაულებრივი ბიუჯეტის ჭამია ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრება პოლიტიკურ სანაგვეზე მერთვა და ლოცვილი გამყოფოთ მერთვა ინებოს რომ გადმოგხედოს მაღალმა ღმერთმა ქვეყნისადმი სიყვარულში მერთვა გადმოგხედოს რათა ქართველს შეაყვაროს უფალმა საქართველო და ღმერთმა გადმოგხედოს რათა ქონებოდეს ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. დააგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ ღმერთმა.